საქართველოს პროკურატურამ კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისათვის მიმართვის ფაქტებზე 77 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქურდული სამყაროს წევრები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, როგორც საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების დავალებით, ისე დამოუკიდებლად მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე ქურდულ გარჩევებს სისტემატურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ სხვადასხვა სახის დავებს განიხილავდნენ. სამართალდამცველებმა 72 პირი დააკავეს, ხოლო 5 პირს ბრალდება დაუსწრებლად და პენიტენციურ დაწესებულებაში წარადგინათ. ბრალდებულებს ბრალდება ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის, კანონიერი ქურდისათვისა და ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვის და ქურდულ სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე წარადგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.